ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს ხარი 53-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 14-მა მისცა. ანგარიშის პროექტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის დემოკრატიული უკუსვლის მზარდი რეპრესიების, დაუნდობელი მტრული რიტორიკის, დეზინფორმაციისა და მუქარის ფონზე. ქართულმა ოცნებამ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი. აღნიშნულია დოკუმენტის პროექტში. პროექტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნების ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების მიმართ დაწესებული მიზნობრივი პერსონალური სანქციები მნიშვნელოვანია. ამასთან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება EUTHO-ს მიერ 24 წევრი ქვეყნის ინიციატივით მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას, რაც საქართველოში EUTHO-ს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაფასებლად ექსპერტთა მისიის გაგზავნის საშუალებას იძლევა. ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. პირდაპირ უპირისპირდებიან ეს ეგრეთ წოდებული ევროპელი პოლიტიკოსები ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს და მედიის თავისუფლებაც არის ერთ-ერთი ტრადიციული ევროპული ღირებულება, რომელიც ფეხქვეშ გათელეს კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა. ხო, ეს მოხდა ჯერ ბრიტანეთის მხრიდან, ახლა კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები აკეთებენ ამ ყველაფერს. ეს ყველაფერი არის საბჭოური სტილის დეზინფორმაცია და ქალბატონი რასა ვერ გათავისუფლდა კონკრეტულად მისი საბჭოთა წარსულისგან. და ისე როგორც მისი კოლეგები ვერ გათავისუფლდნენ საბჭოთა წარსულისგან, ეს არის წარსულისგან, ეს არის საბჭოური ტიპის დეზინფორმაცია, რასაც ავრცელებს ამ შემთხვევაში ევროპარლამენტის წარმომადგენლობა. ჩვენ გულისხმობს, რა თქმა უნდა, ყოველთვის უფიქსირებთ კონკრეტულად მათ შორის ევროპარლამენტის პრეზიდენტს. ამის პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ ვზიარებთ ჩვენს წუხელს ყოველთვის ევროპელ პოლიტიკოსებს, თუმცა რა თქმა უნდა, ხედავთ, რომ საერთო ფონი არის ძალიან დამძიმებული ევროპაში, ევროპულ ბიუროკრატიაში და ასეთ ფონზე ისინი პირდაპირ ესმიან თავისუფალ მედიას, ისინი ავრცელებენ საბჭოური სტილის დეზინფორმაციას. ეს არის საერთო ფონი და ამ საერთო ფონის პირობებში, რა თქმა უნდა, ცალკეულ საუბრებს ვერ ექნება დიდი ეფექტი. საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაერწმუნებინა სრულიად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები, პოლიტიკური ჯგუფები, პროევროპული პოლიტიკური ჯგუფები, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება არ აკმაყოფილებს ევროკავშირის კანდიდატობის არც ერთ კრიტერიუმს. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ საგარეო საქმეთა კომიტეტის ხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღეს. მისი თქმის ჯერა საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივის. მეორეს მხრივ ჩვენ ამ ანგარიშს ერევანში სპეციალური ფორუმის ფონზე ვიღებთ. ვფიქრობ, ყოველი პროდასავლურად განწყობილი ქართველი ბედნიერია, რომ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის პერსპექტივა ცოცხალია. თუმცა მესმის მათი ქართველების იმედგაცრუება, რომ თბილისი ამის მიღმა დარჩა. ამ ეტაპზე მე მჯერა საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივის, აღნიშნა ევროპარლამენტარმა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზაში მასშტაბური მოდერნიზაციის ეტაპი იწყება. სამინისტროს განმარტებით, საქართველოს რკინიგზა 50-მდე ლოკომოტივისა და 1500 ვაგონის შეძენას გეგმავს. უწყების ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს 5 სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი, ასევე სამგზავრო სადგურებისა და ბაქნების რეაბილიტაცია. ყიდულობთ ახალ თანამედროვე ელმაულებს, რომელიც სრულიად გაანაახლებს საქართველოს რკინიგზის სალოკომოტივო პარკს. ჩვენ ვნერგავთ ახალ სისტემებს, რომელიც ტექნოლოგიები იქნება შესაბამისი კამერებით, სენსორებით და აკუსტიკური სისტემებით, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ რეალურ დროში მატარებლების გაუჩერებლად მოვახდინოთ დიაგნოსტირება სრული ყველა თითოეული ვაგონის. ჩვენ გვექნება სრულად განახლებული გაცილების სწრაფი, ეფექტური და ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი რკინიგზა, რომელიც რეგიონში იქნება ერთ-ერთი თანამედროვე სისტემებით, თანამედროვე საოპერაციო მიმართულებით და თანამედროვე და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით. ევროპას თურქეთი უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ თავი შეიკავოს ისეთი რიტორიკისგან, რომელმაც შეიძლება თურქეთის კონსტრუქციული პოზიცია შეარყიოს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ თურქეთი აღარ არის ძველი თურქეთი და არც მსოფლიოა შემოსაზღვრული მხოლოდ დასავლური სახელმწიფოების გავლენის სფეროთი, განაცხადა ერდოღანმა. მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა გააცნობიეროს, რომ თურქეთის როგორც სრულუფლებიანი წევრის გარეშე იგი გლობალური აქტორი ვერ იქნება.
ფინეთის პრეზიდენტის ალექსანდრ სტუბის განცხადებით, საბოლოო ჯამში ევროპას რუსეთის ხელმძღვანელობასთან დიალოგის განახლება მოუწევს და ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზე, შეესაბამება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა რუსეთისა და უკრაინის მიმართ ევროპის ინტერესებს. სტუბის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი პოზიცია რუსეთთან მიმართებით ევროპის პოლიტიკას არ ემთხვევა. ევროპაში რუსეთს უსაფრთხოების ყველაზე დიდ გამოწვევად განიხილავენ, მაშინ როცა შეერთებულ შტატებში ეს ასე არ არის, განაცხადა სტუბმა. როგორც ფინეთის ლიდერმა აღნიშნა, რაღაც მომენტში რუსეთთან დიპლომატიური არხების აღდგენა ევროპის ინტერესებში იქნება.